დილამშვიდობისა საქართველო, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ მთელ საქართველოში გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი G, My Video G, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს კვირის ბოლო სამუშაო დღე გახლავთ, პარასკევი 27 ივნისი. დასრულდა 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება და ტრადიციულად შემოგვიერთა კახა გელაშვილი დილის სპორტული მიმოხილვით. დილამშვიდობისა კახა. დილამშვიდობისა და თუ მოგესალმები. მევესალმები მსმენელს. კვირის ბოლოა და ძალიან საინტერესო სპორტული სიახლეებით ხვდებით. კი ბატონო. ესე იგი, ვიდრე ჩვენს ძვირფას მსმენელს ეძინა, ამასობაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფეხბურთში დღეს დილით დასრულდა ფინალური ჯგუფური ფინალი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები უკვე ცნობილია და შენ მას გაგვაცნობ ტრადიციულად, მაგრამ აქ ვიდრე ფეხბურთზე დავიწყებთ ლაპარაკს, უნდა გავიხსენოთ დღევანდელი თარიღი, მხოლოდ 56 წლის წინ. ეს არის 1969 წელი და ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ომი. ეს ომი არც მეტი არც ნაკლები ნამდვილ ომში გადაიზარდა ერთხელ ცენტრალურ ამერიკაში. 4000 დაღუპული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ეს არის შედეგი, რომელიც ამ დღემ მოიტანა. რა ხდებოდა 56 წლის წინ კახა, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ საფეხბურთო ომი შეიძლებოდა ნამდვილ ომში გადაზრდილიყო? ნამდვილი ომი, ნამდვილად ზუსტად 56 წლის წინ დღევანდელ დღეს 27 ივნისს დაიწყო ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს შორის, ჰონდურასსა და სალვადორს შორის, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფეხბურთის კი გულშემატკივრებს შორის ჯერ ერთ სტადიონზე, მეორე სტუმრად, როდესაც თამაშობდა ის გუნდი, თუმცა საფუძველი რა თქმა უნდა გლობალური იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზღვრის პირა, ცნობილი ჩვენთვის პრობლემა, მოუგვარებელი საკითხი და თვითონ მოსახლეობას შორის იყო ძალიან დაზაბული ურთიერთობა. თვითონ საფეხბურთო მატჩებსაც შეეხება 1969 წელს მოხდა, დაიწყო 27-ში როგორც უკვე ვთქვით და ეს იყო მექსიკის 1970 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი. ანუ იბრძოდნენ ეს ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. შესარჩევი ეტაპი იყო და სკანდალს რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს ამ ქვეყნებმა. პირველი შეხვედრა 3-0 დასრულდა. ჰონდურასის ნაკრებმა 3-0 მოიგო, შემდეგ უკვე 1-0 მოიგო მეორე გუნდმა, სალვადორმა, მაშინ ბურთების ბალანს არ ექცეოდა ყურადღება. ერთმა მოიგო მეორე გუნდმა და დაინიშნა მესამე თამაში უკვე მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, მეხიკოში კერძოდ და იქ სალვადორმა დამატებით დროში დაამარცხა მეტოქე 3-2. ეს სალვადორსა და ჰონდურას შორის როგორც უკვე აღნიშნეთ, ნამდვილი ომის დაწყების მიზეზი გახდა. ამ მატჩიდან უკვე 2-3 დღეში უკვე სერიოზული კონფლიქტი გაჩაღდა, შეიარაღებული, როგორც შედგა ათასობით ადამიანი დაიღუპა, გაწყდა რა თქმა უნდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 6 დღეს გაგრძელდა ეს ომი, საფეხბურთო ომი და ასევე ეწოდება 6-დღიანი ომი იმას, ანუ საფუძვლად უდევს ოფიციალურად ის, რომ ეს ომი ამ ქვეყნებს შორის დაიწყო უშუალოდ საფეხბურთო მატჩების შემდეგ. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და იქიდან ზავი დაიდო 6 დღის შემდეგ. არა, 10 წლის შემდეგ მოეწერა, 10 წლის შემდეგ გაფორმდა უკვე ოფიციალურად სამშვიდობო ხელშეკრულება და ეხლა არ ვიცი როგორი ურთიერთობები აქვთ ამ ქვეყნებს ერთმანეთში, მაგრამ ეს მოვლენა მსოფლიო ფეხბურთის კი არა, ზოგადად მსოფლიო ისტორიაში არის მართლაც რაღაც ესეთი ამ უცნობი ფენომენი საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ახლა მაშინ არ იყო ადრეს მithქვავს მე რომ ეს თქვათ თანამედ დღევანდელობა, როდესაც თქვათ იქ ავიაცია გაცილებით უფრო განვითარებულია, შეიძლება რა ვიცი, გაცილებით მეტი მსხვერპლის ყოფილიყო და გაცილებით უფრო დამანგრეველი ყოფილიყო ის 6-დღიანი ომი. ხო, ისე სპორტს შეუძლია საოცარ აზარტში შეგიყვანოს. იმ გვარში რომ მე რთულია ხოლმე თქვათ დაუბრუნდე რეალობას, მახსოვს რა ხდებოდა 2 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე
და ქართველი გულშემატკივრები რას აკეთებდნენ? სიმართლე გითხრათ, კარგახანი მეგონა რომ корпуსები, საიდანაც ეს ყიჟინა გამოდიოდა და ხმა და სადაც ქალები უფრო აქტიურები იყვნენ, არ დასრულდებოდა არასოდეს, ზუსტად ხვდებოდი რომელ უბანში, სად, ვინ იყო, რატო აქტიურობდნენ ასე ძალიან და ნებისმიერი მატჩის მსვლელობის ნებისმიერი მონაკვეთი აღარაფერს ვამბობ. საგოლე ასე ვთქვათ, მომენტებზე ფაქტობრივად შეგეძლო არ გენახა, იმიტომ რომ ამ ემოციით, ამ ყიჟინით გაიგებდი ზუსტად დრამატურგიულად საქართველოს ნაკრები როცა მონაწილეობდა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე, ყველა მსოფლიოზე ან ევროპაზე, როდესაც მიმდინარეობს ტურნირი, არის ხოლმე ძალიან დიდი გულშემატკივრობა, არის ჩვენ და ხო ზოგი იტალიას კომაგო, ზოგი ესპანეთს, ზოგი თქვა თუ მსოფლიო ბრაზილიას, არგენტინას და არის ერთი ამბავი, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, იქ ყველა სხვა ქვეყნის ეროვნული ან გუნდი რა თქმა უნდა მეორე რა თქმა უნდა ძალზე ინაცვლებს. მოკლედ მე მგონი შარშან ვინც დაისვენა მინიმუმ ყველას ხმის იოგების პრობლემა ქონდა, შეგვიძლია ვთქვათ. მოდი გადავინაცვლოთ უბრალოდ ამ თემაზე მოდი ვისაუბროთ ამ ჯგუფურ ფინალზე, რომელიც დასრულდა დღეს დილით და შემდეგ უკვე კრივზე გადავინაცვლოთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ასეთი ფორმატით პირველად ტარდება. პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა კონტინენტის საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ ბოლო წლების მიხედვით არის შედგენილი კოეფიციენტების მიხედვით სწორედ შერჩევა ამგვარად მოხდა გუნდებისა და დღეს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა დღეს დასრულდა ჯგუფური ეტაპი ყველა პლეი-ოფის ყველა მონაწილე მერვედფინალის მონაწილე უკვე ცნობილია დღეს გამთენიისას მადრიდის რეალმა ითამაშა და ავსტრიულ ზალცბურგს ზლია 3-0 ევროპული გუნდების დუელი სწორედ ფავორიტის რეალის გამარჯვებით დასრულდა რეალმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა რადგან დღევანდლამდე ამ მატჩის დაწყებამდე რეალი და ზალცბურგი პირველ მეორე ადგილებს ინაწილებდნენ მესამე ადგილზე იყო საბერძნო კლუბი ალ-ჰილალი ეს გახლავთ საუდის არაბეთის უძლიერესი გუნდი ალ-ჰილალმა დღეს ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა შეიძლება ითქვას მექსიკურ პაჩოკასთან 2-0 და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა ეს გუნდი და ალ-ჰილალი აგრძელებს ბრძოლას მერვედფინალში ზალცბურგი კი გამოეთიშა ტურნირს გუშინ გვიან ღამით გაიმართა ჯიჯგუფში ბოლოს წინა ჯგუფში ასე ვთქვათ ასევე დასმითი მესამე ტურის შეხვედრები აქაც გულშემატკივარმა იხილა ევროპული კლუბების ევროპული გრანდების ჭიდილი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია დღესდღეობით განსაკუთრებით იუვენტუსი მანჩესტერ სიტის დაპირისპირება გაიმართა ორივე გუნდს განაღდებული ჰქონდა თამაში მერვედფინალში ეს იყო უბრალოდ მატჩი რა თქმა უნდა პირველი ადგილისთვის და ასევე გარკვეულწილად პრესტიჟისთვის ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო მეტოქის დამარცხება მატჩი ფავორიტმა მანჩესტერ სიტი მოიგო დიდი ანგარიშით 5-2 დუბლში ასრულა ერლინგ ჰალანდმა სიტის ნორვეგიელმა ფორვარდმა საბოლოოდ სიტი პირველ ადგილზე გავიდა ქულათა მაქსიმუმით არც ერთი ქულა არ დაუკარგავს მანჩესტერ სიტს სამი მატჩი სამივე მოგება 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ტურინის იუვენტუსი რაც შეეხება პლეი-ოფს უკვე როგორც უკვე აღნიშნეთ ცნობილია პლეი-ოფის ყველა მონაწილე კიდევ ერთხელ აღნიშნავთ არაერთგზის გვითქვამს და ეხლაც გავმეორდები რომ პარი სენ-ჟერმენი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კლუბი ხუჭა კვარაცხელიას გუნდი ინტერ მაიამის დაუპირისპირდება გუნდს რომლის ღირსებასაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესი იცავს ასე რომ ხუჭა კვარაცხელია მესის წინააღმდეგ ეს კონკრეტული შეხვედრა 29 ივნის გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა რომ ამას გამოაცხადებდი ხა ეთერში ხო? რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა სპორტში ისევ როგორც ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველაფერი შეიძლება და თავარია მონდომება, რაღაცნაირად მიზნის დასახვა და ყველა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს შენთან. მოდი გადავინაცვლოთ კიდევ ერთ საკითხზე, ასევე დაწინაურებაზე, ქართველი მოკრივე ლაშა გურული უკვე პროფესიულ რინგზე გადავიდა. მოდი ზოგადად კრივით და კრივზე საუბრით დავკავდეთ დღეს. დიდწილად ძალიან საინტერესოა როდის შემოვიდა ჩვენთან კრივი.
იყვანან, თქვათ, წარმატებული მოკრივეები, ტიტულოვანი სახელი და გვარები. რამდენ პოპულარულია ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ ჩვენ შეხვედრებში, რომ მეტნაკლებად სპორტის კონკრეტული ვთქვათ სახეობის პოპულარობას რასაკვირველია განსაზღვრავს აუდიტორია, ქვეყანა, სპეციფიკა, ის ვთქვათ რაღაცა განწყობები რაც არის ხოლმე საზოგადოებაში, ის ტემპერამენტი, ცალსახად ეხა გინდა არ გინდა ყველა სპორტული გამოშვება მე მგონი და საერთოდ სპორტზე საუბარი იწყება ფეხბურთით, ასე მოხდა დღესაც ჩვენ შემთხვევაში. უმნიშვნელო, ასე ვთქვათ, ფაქტიც კი ამოდის ხოლმე სათავეში და დანარჩენი სპორტის სახეობები მერე მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს. კრივთან მიმართებაში როგორ გვაქვს საქმე? საერთოდ აღნიშნავ იმას, რომ სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობა რაც პოპულარულია ევროპაში პირველ რიგში, ძველ კონტინენტზე. ზამთრის სახეობების ჩათვლით თუნდაც საქართველოში გვაქვს წარმატებები აი ამ ყველა სახეობებში. ზამთრის სახეობები ახსენე გამომდინარე იქიდან რომ აგერთხეობით ფიგურულ სრიალში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები, ჩემპიონები გვაქვს, პრიზიორები და უკვე ფავორიტთა შორის მოიაზრებია საქართველოს წარმომადგენლები. რაც შეეხება უშუალოდ კრივს, კრივიც ჩვენთან საკმაოდ პოპულარული იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისზე, სწორედ მე-20 საუკუნის დასაწყისი უნდა მივიჩნიოთ. კონკრეტული თარიღიც არის 1912 წელი, როდესაც კრივი თანამედროვე კრივი შემოვიდა საქართველოში. იყო ესეთი პიროვნება პეტრე მარღანიძემ, ადამიანი, რომელმაც დღევანდელ ბელინსკის ქუჩაზე გახსნა საკრივო სექცია, ათლეტური არენა, ასე ეწოდებოდა. თავად ეს პიროვნება პეტრე მარღანიძე არის ქართული კრივის, ზოგადად ქართული სპორტის ძალოსნობის თუნდაც ერთ-ერთი პირველი, ვინც განავითარა, ვინც შემოიტანა და პოპულარული გახადა კრივი. ესეთი ადამიანები უფრო ვთქვათ ცნობილი უნდა იყოს მათზე ინფორმაცია უფრო ვრცელდებოდეს, სამწუხაროდ არ არის ეგრე სპორტში კი რა თქვათ ბევრი ესეთი მსოფლიო დონის მეცნიერი ყავდა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შესახებაც ბევრმა გასაკუთრებით ხალხმათაობამ უძეგლოდი კარგებია. ეს სხვა თემა ძალიან ის რაც შეეხება ამ პიროვნებას პეტრე მარღანიძეს ცნობილია რომ ის იყო მრავალმხრივი სპორტსმენი, იყო ძალიან კარგი მოჭიდავე, ჭიდაობდა ძალიან კარგად, იყო ესეთი სახეობა ფრანგული ჭიდაობა, მაშინ ასე ეწოდებოდა. იყო ძალოსანი ძალიან კარგი და ასევე მოკრივე ბრწყინვალე. და რაც შეეხება შემდეგ ეს მარღანიძე იყო ესეთი სპორტ საზოგადოება შევარდენი, ჩემს ბავშვობაშიც იყო. რამდენიმე სპორტ საზოგადოება იყო, ხო, ლოკომოტივი, დინამო, შრომითი რეზერვები ერქვა ერთ სპორტ საზოგადოება და ესეც იყო შევარდენი და აი აქ მიიწვიეს ძალოსანთა და მოკრივეთა ხელმძღვანელად, სექციების ხელმძღვანელად. იმ დროისთვის კრივის სექციები უკვე რამდენიმე ქალაქში ჰქონდა, თბილისში იყო პირველ რიგში რა თქმა უნდა, შემდეგ სოხუმში, ბათუმში, ფოთშიც გაიხსნა, ქუთაისშიც და აქტიურად დაკავდა ახალგაზრდობა. ეს არის მე-20 საუკუნის გარიჟაში, შეიძლება ითქვას და სწორედ აქედან მოდის კრივის პოპულარიზაცია. რაც შეეხება თავად სახეობას, თბილისში თავდაპირველად გავრცელებული იყო კრივის რამდენიმე სახეობა. დღევანდელი კრივი როგორიც არის ეს საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. კრივი ჯერ კიდევ საქართველოში, თბილისში კონკრეტულად იყო აი მე-19 საუკუნის სადღაც 70-80-იანი წლებიდან. იყო რამდენიმე სახეობა. მუშტი კრივი ზედა კიდურებით. ეს დღევანდელი კრივი ხელთათმანების გარეშე. ანუ იდაყვის მხრის გამოყენებით. იყო ასევე ეგრეთ წოდებული ასე ერქვა მაშინ არეული კრივი. დღევანდელი შერეული ორთაბრძოლების ალბათ წინამორბედი ბრძოლა წესების გარეშე, ვთქვათ, მაშინ ესე ერქვა. ესე იგი, თავით, ზედა და ქვედა კიდურებით ყველანაირად მიდიოდა, ასე ვთქვათ, ბრძოლა. და იყო ესეთი სახეობა კიდე სალდასტის კრივი. სალდასტი ნიშნავს ხის ხმალს. ხის ხმლით და შურდულებით მიდიოდა. ანუ რა იქნებოდა ძნელი წარმოსადგენია ახლა ეს. აი ესეთი სახეობა იყო კრივის და
მაშინ ტარდებოდა რაღაც ტურნირები იქ ფულზე ხდებოდა რა თქმა უნდა როგორც ფილმებში გვინახავს და თქვა გავიკითხოთ. აი მე-20 საუკუნის დასაწყისში კი უკვე ჯერ ხელთათმანებით ბრძოლამ შეცვალა შეშველი მუშტებით კრივი და საქართველოს აი აქედან უკვე მკვიდრდება ასე ვთქვათ სამოყვარულო კრივი სამოყვარულო ოლიმპიადებზე მსოფლიო ჩემპიონატებზე ევროპის ჩემპიონატებზე მოყვარული მოკრივეები გამოდიან არის უკვე პროფესიონალი მოკრივეები იქ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა იქ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი ათეულობით მილიონზე და იქ არის მთელი ორგანიზაცია პრომოუტერული ორგანიზაციები რომლებიც ათანხმებენ მოკრივეებს შორის წარმომადგენლებს შორის იქ სასპონსორო ხელშეკრულებები ყველაფერი ერთად და აღწევს რაღაც ძალიან დიდ თანხებს იყო დრო როდესაც მე მაგალითად როდესაც ამერიკაში დილის 4 საათზე იწყებოდა ხოლმე ხო განსაკუთრებით მაიკ ტაისონის პერიოდია აი დილის 4 საათიდან ვიღვიძებდი ხოლმე და ამ ბრძოლას ვუყურებდი ხოლმე და იყო შემთხვევები როდესაც მთელი კვირა ველოდებოდით კრივის დაიწყებოდა და რაღაც 3 წუთში მთავრდებოდა ნოკაუტით ტაისონის პერიოდში ეხლა ისეთი პოპულარული ვეღარ არის როგორც თქვა მაშინ იყო ხო თქვა იქ რანეირი ბრძოლა აღარ გვახსოვს ეხლა ტაისონის და ევანდერ ჰოლიფილდის როდესაც პირდაპირ რინგზე ყური მოაჭამა პირდაპირ და ეს საშენ დღესაც საშინელი საზარელი სანახაობა ამას რო უყურებ პირდაპირ ეთერში საერთოდ ის კინჩდება ადამიანს რომ ეს სპორტი არ არის უკვე სპორტთან არანაირი კავშირი. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მოკრივეების გამოსვლას და წარმატებას. ასე იგი პირველი დიდი გამარჯვება საერთაშორისო სარბიელზე უკავშირდება დავით კვაჭაძეს ქართული კრივის ლეგენდას რომელმაც 1977 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ევროპის ჩემპიონი გახდა. შემდეგ ეს შედეგი გაიმეორა უკვე მოგვიანებით 1993 წელს ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა მოკრივემ გიორგი კანდელაკმა ევროპის ჩემპიონი გახდა. 4 წლის შემდეგ კანდელაკი მძიმე ზონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და პროფესიონალურ რინგზეს გადავიდა წარმატებით. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური მედალი რამაზ ფალიანის ანგარიშია ბარსელონაში 1992 წელს ფალიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შემდეგ 2000 წელს იგივე შედეგი უჩვენა ვლადიმერ ჩანტურიამ. და არიან კიდე ხა იგივე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორები ყავს ხობა გოგოლაძე, ზურაბ სარსანია, იგივე აკაკი კაკაურიძე, პაატა გვასალია, რამაზ გაზაშვილი, კონსტანტინე კუპადაძე, ნიკოლოზ ზიზორია და ანუ ტრადიცია გვაქვს კრივის და ეხლა უკვე ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს გავს ლაშა გურული მეორე ბრძოლას ჩაატარებს 19 ივლისს ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართება ეს ბრძოლა, იმ დღის მთავარი საკრივო საღამოს მთავარი ორთაბრძოლა იქნება უკრაინელ ოლექსანდრ უსიკის და ბრიტანელ ჯეიმს უსიკის ორთაბრძოლა, რომელიც კარიერაში 24 ბრძოლის მოგება შეესწება და მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ სწორედ უკრაინელი მოკრივე, მისი მეტოქე ადგილობრივი ბრიტანელი, ინგლისელი მოკრივე, დანიელ დუბოა გახლავთ და აი ამ უსიკის და დუბოას ორთაბრძოლამდე გაიმართება ლაშა გურულის შეხვედრა, მისი მეტოქე ჯეიმს ფრენსისია, როგორც უკვე აღნიშნეთ ბრიტანელი და ასე რომ ძალიან საინტერესო საღამოგველი 19 ივლისს უემბლის სტადიონზე. ჯეიმს ფრენსისი კარიერაში 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ლაშასთვის ეს პროფესიულ კარიერაში როგორც უკვე აღნიშნეთ მეორე ბრძოლა იქნება. პირველი ბრძოლა გურულმა მის მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩაატარა. ბერნან ტაბე იყო მისი განელი, მისი მეტოქე განელი მოკრივე და მაშინ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ლაშამ. ასე რომ მეორე შეხვედრა ეს ლაშა გურული წლების მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების წევრი და ლიდერი. სამოყვარულო კარიერაში არაერთი პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული, რაც შეეხება დიდ ტურნირებს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, როგორც ვახსოვს, ნახევარფინალში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ ერისლანდი ალვარესთან წააგო. პარიზის ოლიმპიადაზე შარშან და
ნებისმიერი მედალი ჩემპიონობას ხო არა თქმა უნდა, მაგრამ ბრინჯაო დიდი წარმატება. კი ბატონო, წარმატებები უსურვოთ ლაშას ბრინჯაოს პრიზიორია ასევე და ევროპის ორგზის ჩემპიონი. ვიცე ჩემპიონი, ფინალზე. მოკლედ, უსურვოთ წარმატებები ლაშას და გადავინაცვლოთ ახლა ნიკოლოსთან, ოღონდ ბასილაშვილთან. ჩოგბურთზე უნდა ვისაუბროთ, უიბტონის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ძირითად ბადეში აღმოჩნდა. მოდი გითხარი, ეს რა დაწინაურებაა, რას ნიშნავს? ნიკოლოს ბასილაშვილმა გადალახა კვალიფიკაცია. ანუ სოფლიო რეიტინგის ელიტაში ვინც არიან, ელიტაში ასეულში, პირველ ასეულში ვინც არიან, ისინი პირდაპირ ძირითად ბადეში არიან, პირდაპირ იწყებენ ბრძოლას მაღალი ადგილებისთვის, მაგრამ ცოტა ქვემოთ ვინც არიან რეიტინგში, მათთვის მტარდება საკვალიფიკაციო ეტაპი. სავალდებულოა 3 მოგება, 3 შეხვედრის მოგება იმისთვის, რომ მიიღო საგზური ძირითად ბადეში. ნიკამ 3 შეხვედრა ჩაატარა, 3-ვე მოიგო და 3 წლიანი პაუზის შემდეგ ბოლოს 2022 წელს ითამაშა ბასილაშვილმა უიმბლდონზე. მართალი ხარ გეთანხმები, უიმბლდონი არის სეზონის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მსოფლიოს მასშტაბით. არის 4 სლემ ტურნირი, მთავარი ტურნირები, პირველი ავსტრალიაში იმართება წლის დასაწყისში იანვარში, შემდეგ ცოტა ხნის წინ იყო პარიზში როლან გაროსის ტურნირი, ახლა უიმბლდონია და ბოლოს წლის მიწურულისკენ იმართება უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა. უიმბლდონი ინგლისის ღია პირველობა არის ყველაზე პოპულარული. გადამწყვეტი შეხვედრა გუშინ ჩაატარა ნიკამ, მისი მეტოქე იყო არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი, ესეთი გვარის ადრონის სადღაც ნიხიცერბეთ ხორვატიიდან წარმოშობით ალბათ და პირველი სეტი 6-1 მოიგო ამ არგენტინელმა, უშანსო დამარცხდა ნიკა და პაბლო. პირველი სეტი, თუმცა შემდეგ უკვე ესე ვთქვათ შემოატრიალა ჩარხი ამ მატჩის მიმდინარეობისა, 7-5 დრამატული სეტი და შემდეგ 6-2 და 6-1 უკვე ბოლოს ის არგენტინელი ნორმალურად ვეღარ დადიოდა, გადაადგილდებოდა კორსზე. გავიდა ძირითად ბადეში, აქვე შევახსენოთ მსმენელს, რომ ნიკამ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის საჭირო ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო ლამას რუისი დაამარცხა 6-4, 6-3, 6-4, 6-3 სამსეტში და შემდეგ უკვე ჰონკონგელ მეტოქეს ჩაკლინ ვონგსლია 7-6, 7-6, 2 დაიბრეიკი. დაიბრეიკამდე მივიდა საქმე და ეს მატჩიც მოიგო. თუ ვინ იქნება ნიკას მეტოქე უიმბლდონის ძირითად ბადეში, პირველი მეტოქე, ეს დღეს გაირკვევა, დღეს გახლავთ დაგეგმილი უიმბლდონის ძირითადი ბადის კენჭისყრა და სწორედ დღეს საღამოს გავიგებ და ალბათ მოვასწრებთ, რომ ბოლო გამოშვებაში კი ბატონო. მოკლედ უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ყოველ დღე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ 11-იანი, 2-იანი და 5-იანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მიადევნოთ თვალყური სპორტის მნიშვნელოვან მოვლენებს ჩვენს სპორტულ კომენტატორებთან ერთად. მთელი ერთი თვე გამოვიდა, ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ჩვენ ვსაუბრობთ სპორტზე. ხო, რაღაცნაირად ესე აეწყო. მადლობა მინდა გითხრა, ერთი სიამოვნებაა შენთან ერთად ეთერში ყოფნა, იმედი დავიტოვოთ, რომ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. აქაც ეთერშიც და რასაკვირველია ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს, რომელიც გვადევნებს თვალყურს. მადლობა უთხრათ იმ დათმობილი დროისთვის. წარმატებები უსურვოთ მათაც, მე დროებით დაგემშვიდობებით. კახა 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შემოგიერთებათ. მე კი ზუსტად კახა შემდეგ შემოვალ სტუმართან ერთად და კიდევ ერთ თემაზე ვისაუბრეთ. მადლობა ყურადღებისთვის.